მონიკა იყო ერთ-ერთი პირველი, მე პირველად თქვენთან ნახე, ვინც ეს ამბავი გავრცელა ფოტოები და მე აპირებდი მეორე დილით მისვლას და იქ ჩანაცვლებას ამ ფოტოების. მართლაც არ ვიცი რა უწოდო ამას, ვანდალიზმი, შეურაცხყოფა, საკუთარი გმირების არ ვიცი. რა, იმიტომ რომ პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ხო, მადლობა იმ ადამიანს, ვინც გუშინ ღამევე გამოასწორა. ხო, კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ რომ ეს არის მცირედი მართლა ზღვაში წვეთი, რისი გაკეთება შეგვიძლია ამ ერთგვარ გარდამავალ პერიოდში, მანამ სანამ ჩვენ არ მოვახერხებთ იმას, რომ ამ ქვეყანას ყავდეს რეალურად ჭეშმარიტად ეროვნული ხელისუფლება, რომელიც გაახმოვანებს საქართველოს ისტორიის წარსულის იმ გზავნილებს, და გაატარებს იმ ინტერესებს, რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანას მიიყვანს იმ კალაპოტში ჩაყენებს, იმ კალაპოტში, სადაც ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ექნება ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება და ექნება რეალური უსაფრთხოება და მშვიდობა. რაც შეეხება ამ ფაქტს, მე არ ვიქნები ხაღაც ვეცდები, რომ შედარებით რბილი შეფასებები მივცე, მაგრამ ხო ეს იყო არაკაცური საქციელი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი რა არის. ეს ერთი ნაწილი შეურაცხყოფისა, რაც მძიმე ამის ზოგადად განცალკევება, მაგრამ მეორე რაც ასევე საზოგადოებამ უნდა იცოდეს, არის ის, რომ აი ეს მეორე წარწერები, რომელიც ქაშვეთის ეკლესიის ეგრეთ წოდებულ მიწისქვეშა გადასასვლელში გამოჩნდა, სინამდვილეში ეგ წარწერები, რაც აღნიშნავს, არის რუსული ნაციონალისტური დივერსიული ჯგუფის აღნიშნული აბრევიატურა. ეს არის ის რეალობა, რომელიც სინამდვილეში ქართულმა უცნებამ მშვიდობის საფარქვეშ შეუქმნა ჩვენს თანამოქალაქეებს. ხო, მე შევახსენებ, თუ ვინმეს არ ახსოვს, 2012 წლის შემდეგ სუსმა უწყებამ, რომელიც დღეს იძახის, რომ თურმე უკრაინის სპეცსამსახურებს ჩაუშალა ოპერაცია ობობის ქსელი 2, რომელიც პირველი ნაწილითაც სავცი მთელი მსოფლიო აღფრთოვანდა, იმიტომ რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო ისე შეასრულეს ეს დავალება. სუსმა 2012 წლიდან დღემდე რუსეთის ერთ-ერთი ჯაშის იდენტიფიცირებაც კი ვერ მოახდინა, არა თუ დაკავება. ამიტომ რომ ვიცოდეთ, ხო, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, რომ რეალურად არ ვიცით ჩვენს გვერდით, ჩვენს სამეზობლოში, ავიცით თქვენს შვილებთან ერთად სკოლაში ვინ დადის, ვინ არიან ის ხალხი, ვინც მათთან ერთად ქუჩაში გადაადგილდებიან და აქ თუ არა მათ რეალური უსაფრთხოება და მშვიდობა. აქედან უნდა ამოდიოდეთ, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვისი ფოტოებით შეურაცხყვეს, ხო, მათ დატოვეს ისეთი სახელი, მათ დატოვეს, ისე იცხოვრეს მათ საბოლოო ჯამში, რომ ხო, ამას ადრე თუ გვიან სწორი შეფასება მიეცემა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი თავი ექნება ამას ისტორიის წიგნებში, მაგრამ ჩვენ რითიც უნდა ამოვდიოდეთ ამასთან ერთად, ხო, სად ვართ დღეს და რისკენ მივდივართ. ძალიან დიდი საშიშროებისკენ მივდივართ, დაუცველობის, ყოველგვარი უსაფრთხოების, ესე ვთქვათ, უზრუნველყოფი უწყებების ჩამოშლით, თავის მამუკა მდინარეძის იმედით ვინმეს აქვს, რომ ამ ქვეყანაში მის უსაფრთხოებას დაიცავს, არ ვიცი, ღმერთმა მის გზაზე გაუმარჯოს, მაგრამ ეგ ეგრე ვერ იქნება. და ამას ემატება დარჩენილი ქვეყანა. აი მივდივარ აქამდე და ამას ემატება პრეზიდენტად წოდებული ყაველაშვილის დღევანდელი გამოსვლა და გუშინდელი ის მთავარი მდგენელი იზოლაციის რაც იყო, ხო, როდესაც ჩვენ ტრანსატლანტიკური ქვეყნების შეხვედრაზე ჩვენი ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი არ მიიწვევს, როდესაც მიწვეული იყო აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენელი, ხო, ანუ ეს იყო მარკო რუბიოსთან ამერიკის შეერთებული შტატების პირველ დიპლომატთან, ვინც არის პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკის ხედვის ჩამოყალიბებაზე, ხო? დღეს მთავარი ჩემთვის მნიშვნელოვანი რაც იყო, რაც პრეზიდენტად წოდებული ყაველაშვილისგან ჩვენ მოვისმენთ, არის ის, რომ როგორც დანაშაული არ არსებობს დამნაშავის გარეშე, ისე არ არსებობს ოკუპაცია ოკუპანტის გარეშე. პოლონელებისთვის უფრო იყო 2008 წლის ომი და უფრო მტკივნეული და სენსიტიური საკითხია, ვიდრე ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის. პოლონეთის პრეზიდენტმაც კი 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსეთი ახსენა და ახსენა ის თუ რამდენად დიდი დანაშაული ჩაიდინა მაშინ დასავლეთმა, როდესაც სათანადო ყურადღება ვერ დაუთმეს იმ პროცესებს, რომელიც განვითარდა, ხო, აგვისტოს ომს გულისხმობ. დღეს რაც ყაველაშვილის პირით ივანიშვილმა განაცხადა, იყო შემდეგი, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხი არა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია, არამედ იქ უბრალოდ დგას სეპარატიზმის პრობლემა, რომელიც იყო სინამდვილეში ძმათა ომი. ანუ საერთოდ გამორიცხა რუსეთის ფაქტორი და მთავარი აქ უბრალოდ რუსეთის ფაქტორის გამორიცხვაზე არის, ვიღაცამ შეიძლება გაიგოს ისე, რომ აი შეიძლება ტაქტიკური ნაბიჯია და ესე რაღაც მშვიდობიანი დეოკუპაციისკენ მივდიოდეთ, ხო? ტყუილია და ვიტყვი ძალიან მარტივად რატომ. გუშინ ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც გერმანიის ელჩი დაბარებული ყავდა, სხვა შორის პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში დაბარებული ყავდათ საპროტესტო თანხმდა გამარტივების მისაცემად საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამ პროცესების პარალელურად სამხრეთ კორეის პარლამენტში აფხაზეთმა გახსნა აფხაზეთის კულტურის კომიტეტი.
რომელსაც მიესალმნენ იქაური დეპუტატები. ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს დღემდე ამ მომენტამდე განცხადება არ გაუკეთებია. დღევანდელი განცხადება გუშინდელია ეს მოვლენა, რომ აფხაზეთმა იქ კულტურის კომიტეტი გახსნა. აი მივდივარ აქამდე. ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ უყურებთ და ივანიშვილის ბოდიში, ანწუხელიძის მწამებლების მიმართ და გორის საკრებულოს წევრის აი ეს მოღალატეობრივი განცხადება, სადაც რომ ჩვენი ჯარისკაცები მარადიორები იყვნენ და რუსები მშვიდობის ყოფილები, წულკიანის ეგრეთ წოდებული კომისია, რომელშიც დეკლარირდა რომ თურმე საქართველოს დაიწყო. ყველა ეს ნაბიჯი განსაკუთრებით დევნილებმა უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ მეც დევნილი ვარ აფხაზეთთან ჩემი ოჯახი 27 სექტემბერი მოდის. აი ამ დღეს განსაკუთრებით რაც უნდა გვახსოვდეს, ქართული ოცნების ყველა ნაბიჯი მიდის იქამდე, რომ ჩვენ არათუ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან დეოკუპაციას და გამთლიანებას, არამედ კარგავთ წლობით ნაშენებ და ვანგრევთ წლობით ნაშენებ არაღიარების პოლიტიკას, რაც არის საფუძველი საქართველოს მშვიდობიანი დეოკუპაციის და ჩემი და სხვა 300,000-მდე საქართველოს მოქალაქის, დევნილი მოქალაქის საკუთარ სახლებში დაბრუნების. ეს უნდა იყოს თავარი მამოძრავებელი და რა ის რაღაცა სადღი გრძელოები, რომელსაც შემოგთავაზებენ ხშირ შემთხვევაში, რომ თითქოს ისინი ყველაფერს აკეთებენ ბოდიშებისა და რაღაცა მსგავსი მოღალატეობრივი ნაბიჯებით, ხო, სადაც ანწუხელიძე ომის დამნაშავეა და ადამიანები ივანიშვილის ბოდიშმა წულკიანის კომისიამ, მაგრამ ეს ყველაფერი დროში ოდნავ გაიწელა, ბოდიში დაუყოვნებლივ უნდა მოყოლოდა ალბათ. და წულკიანის კომისიის დასმაც რაღაცნაირად გაიწელა, მაგრამ დაიდო საბოლოო ჯამში, რაც იქცა ოკუპანტებისთვის იმის განცხადების საფუძვლად. ხისიერი მოწონება მოიპოვა ამ ყველაფერმა იმ ადამიანებში, ვინც დააორგანიზა მაგალითად გაგრაში ადამიანების თავით ფეხბურთის თამაში. ქართველების თავით გვინც გენოციდური ომი მოგვიწყო. ხისიერი მოწონება მოიპოვა ამ ყველაფერმა. ჩვენ რაც უნდა გვახსოვდეს არის ეგ, რომ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ცხოვრობთ აღრეული ღირებულებების რეალობაში, სადაც არ ვიცი, მტერი იქცა, მოყარეთ და მოყარე მტრად, ხო, ანუ გერმანიის ელჩი, ამერიკის შეერთებული შტატები, მთელი დასავლეთი, ვინც არის რეალურად საფუძველი არაღიარების პოლიტიკის, ვისაც უჭირავს ეს პოლიტიკა, ხო, და ვინც ამ ყველაფერს საფუძველი ჩაუყარა, გამოიყვანებს მტრება თუ მათი მხარდაჭერა გაქრება და ეს ასე არ იქნება, იმიტომ რომ მათი მხარდაჭერა ქართული ხალხის მიმართ გამოხატული, დეკლარირებული და დადასტურებულია, მათ შორის იმ ქართული კოშმარის არაღიარების აქტით, მეგობარი აქტით, ზოგადად 26 ოქტომბრის არჩევნების არაღიარებით და ივანიშვილთან დაკავშირებით სახაზინო სანქციებით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რაც უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და გამარჯვებამდე, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი მიდის არაუბრალოდ იქამდე, რომ ჩვენ შეიძლება დავკარგოთ შანსი ევროკავშირში ინტეგრაციის, რაც არის გზა ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის და ჩვენი სახლებში დაბრუნების, არამედ ზოგადად დავკარგოთ ის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სახით, რასაც ახლა ვუყურებთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ დღეს თუ რამეს უნდა აკეთებდეს პასუხისმგებლიანი ეროვნული ხელისუფლება არის საუბრობდეს სირიის ახალ პრეზიდენტთან იმასთან დაკავშირებით, რომ გაიწვიოს ასადის რეჟიმის მიერ აღიარებული აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული და ამის პარალელურად იმის მაგალითად რომ ზელენსკის ამაზე ელაპარაკებოდნენ, ორი დღეა ზელენსკის აგინებენ, ხო პირდაპირ ეთერში გამოდიან და ზელენსკის აგინებენ და იმეორებენ იმ ნარატივებს, რაც ლავროვმა გაიმეორა, რასაც ლავროვი აწარმოებს და მთავარი ასევე. აქ არის მხოლოდ საუბარი ზელენსკიზე და დასავლეთზე და დასავლეთის გავთ. ეს იქნებოდა ერთი კომპონენტი. ქართულ ოცნებას აქვს ჩვენიერი ურთიერთობა აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანმა არჩევნებში გამარჯვებაც კი მიულოცა და მადლობა ტაბულას ამისთვის 16-ზე მეჯერ იყო ჩასული ტაბულამ დათვალა აზერბაიჯანში 26 ოქტომბრის შემდეგ ივანიშვილის რეჟიმი. ერთხელ მაინც, როდესაც უკვე სირიის ახალი პრეზიდენტი ალ-შარა ჩასული იყო, შეხვდა ალიევს და ასე შემდეგ. ერთხელ მაინც რაიმე საკითხი დააყენეს ალიევთან, რომელთანაც აქვთ მჭიდრო და ახლო ურთიერთობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოდი რა ამ ადამიანთან, სირიის ახალ პრეზიდენტთან შეგვახვედრე აფხაზეთის საკითხზე დაველაპარაკებით, იქნება არაღიარება გავაწოვინოთ. არა, იმიტომ რომ სინამდვილეში ცხადია აქამდე მივდივარ. პრიორიტეტი დღეს რაც არის ამ პერიოდში არის არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება, გაფართოება და ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, არამედ გერმანიისა და ბრიტანეთის ელჩების დაბარება, როდესაც ამ ქვეყანაში მე მახსოვს 2007 წელს ერთ-ერთი პირველი დაბარება ელჩის ზოგადად რაც იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, წითელუბნის დაბომბვის გამო მტრული სახელმწიფოს რუსეთის წარმომადგენელი ელჩი დაიბარეს. დღეს ვიბარებთ იმ ადამიანებს, ვინც ამ დაბომბების დროს გვერდში გვედგა, დევნილებს გერმანიის სახელმწიფომ, დევნილებს ზუსტად მათ აუშენეს ის საცხოვრისი, რომელიც ჩვენ ხვდება, როდესაც ავტობანზე გავდივართ. უკუღმა შეტრიალებული რეალობა, რომლის რეალობად მოწოდებას ცდილობს ივანიშვილის რეჟიმი და ხალხი, რომელიც ამას არ იჯერებს, ჯერჯერობით ეს ვითარება, ნახოთ როგორ გაგრძელდება. ამიტომ 27 სექტემბერს გავიმეორებ, თუ შეიძლება 27 სექტემბერს ოხუმის დროებით ოკუპაციის დღეს ყველას გელოდებით, ეს არის ჩემი დამატებითი ფაქტორები, რაც ბოლო დღეებში განხორციელდა რეჟიმის მოღალატეობრივი ქმედებების სახით, ყველას გელოდებით გმირთა მემორიალთან 7 საათზე და იქიდან მსვლელობით მარშით წავალთ ტრადიციულ ადგილას პროტესტის. ნიკა ფარულავა იყო ჩვენი სტუმარი.